რამდენიმე ხნის წინ ერთ პიროვნებასთან მქონდა საუბარი. ერთიც არა, ხშირი იყო ასეთი საუბარი, მაგრამ ერთთან საუბარმა ძალიან დამაფიქრა. ვეკითხები, რომ ამდენი არაბიზაცია რო ხდება ინდოელები, პაკისტანელები და აზიელებით, თურქებით, ირანელებით, რომ ივსება მეთქი ქვეყანა. შენ სამშობლოს, შენ შვილს და მომავალს პრობლემები ხო შეექმნება მეთქი. დამიდასტო რა კიო. შევეკითხე, ხო და აი ერთი სიტყვა მაინც თქვი მეთქი. სოციალურ ქსელი გაქვს. დაწერე მეთქი, ერთი კომენტარი დაწერე მეთქი. რატო არ აკეთებ თქო? შევეკითხე. ძალიან მშვიდად საუბარი ქონდა. მიპასუხა, რომ რა ვქნა მამაო, შვილები მყავს. სამსახური მინდა. მაშინვე გამახსენდა დათა თუთაშხიას ბონია მეწისკვილე. იარაღი რო აქვს შენახული დათას მოსაკლავად. რა ვქნაო, შვილები მყავსო, იმიტომ გადავწყვეტე შენი მოკლავ. დავთანხმდი მიტოво. და დათა რა ლამაზად პასუხობს, რომ შვილებისთვის კი არა, შენთვის გინდა ეგ ფულიო. შენთვისო, არანაირ შვილებისთვის ეგ არ გინდა. ზუსტად არის. არავინ შვილებისთვის არ იბრძვის და რატომ? მოდი დავფიქრდეთ. თუ კი უცხოელები იკავებენ ქვეყანას, შენი შვილი მონათ არ იქნება? რა ვარ შენ ხარ ახლა დამონებული ამ ხელისუფლებას? მონათ ხო იქნება. იცის ეს, ამიტომ საკუთარი შვილებისთვის კი არა, საკუთარი საჭმელისთვის აკეთებს ამას. ახლა ისმის მეორე კითხვა. ხომ არ ესენი ხო ძალიან ბევრნი არიან. მანდაც გეთახმები. ესეთი ხალხი არის საქართველოში 10,000-ობით თქო, შეიძლება 100,000-ობითაც კი. ხო და ასე იდიოტები არის, რჩება შტაბ-ბიჭდილება, რომ რაღაც იდიოტისთან გვაქვს საქმე. მაგრამ იდიოტები რომ იყონ, მაშინ ვერც სამსახურში იმუშავებენ. მეზობელთანაც საუბარი გაუჭირდებათ ნათესავთან. ხშირ შემთხვევაში რჩევებსაც იძლევიან. ვიღაცას ჭკუას დაარიგებენ და არც ისე უაზრო ფრაზებს ამბობენ, საკმაოდ ჭკვიანურად იქცევიან. მაშინ იდიოტობასთან გვაქვს საქმე, თუ რა ხდება. სინამდვილეში, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი გარეცხილია სინდის ნამუსისგან, ისევე როგორც ადრე და ისევე როგორც მომავალში. ახლა სინდის ნამუსისგან არიან გარეცხილები. ამას ყველაფერს ამ სიჩუმეს აკეთებენ, იმიტომ რომ არ უნდა ზედმეტი დისკომფორტი ხელისუფლებასთან უთანხმოება რამე და საკუთარ შვილებს წირავენ უბედურებისთვის. ოღონდ თვითონ კონდეთ საჭმელი. გარეცხილები არიან სინდის ნამუსისგან, ჩემო კარგებო. და ასეთი ხალხი შეიძლება ტაძარშიდაც დადიოდეს, მიდიოდეს ეკლესიაში, მარხვასაც ინახავდეს, მაგრამ იმიტომ კი არ ინახავს მარხვას და იმიტომ კი არ დადის ეკლესიაში, რომ ქრისტეს დაემსგავსოს, ან ღვთისმშობელს დაემსგავსოს. ხორცს იმიტომ არ ჭამს, რომ გაგონილი აქვს, თუ მარხვას შეინახავს, შეკვეთებს უფრო ადვილად მოусმენს ღმერთი. ეკლესიაში შეკვეთების მისაცემად დადის, რომ კარგად იყოს თვითონ. მხოლოდ ესაა მისი მთავარი მიზანი და მარხვასაც ამ მიზნით ინახავს. ანუ პირადი კეთილდღეობისთვის აკეთებს ყველაფერს. შვილებსაც მაგისთვის წირავს და რა გასაკვირია რომ სამშობლოსაც. თუმცა, ჩემო ქართველებო, ის ადამიანები, ვისთვისაც საქართველოს სამშობლოა და ეკლესია დედა და გული გვტკივა ჩვენი ქვეყნის ამდგომარეობისთვის, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად. და შედეგი რა დაიდება, იცით? ეს ხალხი ცოტა ხანში ტაშ დაგიკრავთ, მეგობრებო, და გაღიარებთ. ცოტა ხანში იქნება ეს. იმიტომ რომ ეს ხალხი პატივს მიაგებს არა სიმართლეს, არამედ ძალას. ამიტომ უნდა ჩამოყალიბდეთ ძალად, ძლიერ ძალად. რა თქმა უნდა, სიმართლეზე დაფუძნებულ ძალად, რადგან ღმერთის წინაშე იყოთ მართლები და ჩვენი ზეციური
ქართული დიასპორის სასუფეველში გადასახლებული ჩვენი ქართველების წინაშე იყოთ მართლები, ამიტომ უნდა იყოთ სიმართლეზე დაფუძნებული ეს ძალა, მაგრამ აუცილებლად ძალა, რომ ხალხის, ანუ მასის მხარდაჭერა მიიღოთ. რადგან კიდევ ვიმეორებ, მასა ხარს უჭერს არა სიმართლეს, არამედ ძალას. ასე რომ მეგობრებო, გელოდებით 7 დეკემბერს რუსთაველზე 16 საათზე შევხვდებით იქ. საქართველოს გადასარჩენია და საქართველოს გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ იმათი ხვედრია, ვისაც ტკივა საქართველოს ტკივილი. ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. იმიტომ კი არა რომ უმრავლესობა ვართ, იმიტომ რომ უმრავლესობას არ გააჩნია არანაირი ორგანიზება. მხოლოდ და მხოლოდ ჭამა და ჭამა. ასე რომ გამარჯვება გარდაუვალია, არ შეორგულდე ქართველო. გელოდებით 7 დეკემბერს 16 საათზე რუსთაველზე.